ამ ვიდეოში მოგიყვებით როგორ უნდა მოიქცეთ ფუტკრის ნაკბენის დროს. პირველ რიგში უნდა ეცადოთ ნაკბენის შემდეგ და აი ეს ნესტარი, რაც კბენის შემდეგ ჩვენს კანში რჩება, მოიცილოთ. მაგრამ დააკვირდით, არც ერთ შემთხვევაში თითებით. რადგან ამ ნესტარზე რჩება შხამის რეზერვუარი, რომლის თითებს შორის მოქცევის შემთხვევაშიც ეს შხამი შეიძლება უფრო მეტი დოზით შევიდეს კანში. შესაბამისად, მაგალითად, საკრედიტო კარტით, აი ესეთი მოძრაობით უფრო მარტივად ამოაგდებთ ამ ნესტარს და პარალელურად თავიდან აირიდებთ დამატებით შხამის კანქვეშ შეყვანას. აი, კარგად დააკვირდით, ძალიან მარტივად ხდება ეს ყველაფერი. შემდეგი ეტაპი კი არის უშუალოდ გაგრილების ეტაპი. უნდა მოითავსოთ ცივი, მაგრამ არ უნდა კონდეს მას პირდაპირი კონტაქტი კანთან. სასურველია, რომ ქსოვილი იყოს ცივსა და კანს შორის და დაახლოებით 10-20 წუთის განმავლობაში უნდა გაიგრილოთ ეს ადგილი. ეს შეამცირებს ლოკალურად სისწრაფების გაფართოვებას, ანთებით რეაქციას, ტკივილს და შეშუპებას. ლოკალური რეაქცია კი, რასაც ვიდეოზე ხედავთ, ეს შეშუპება, სიწითლე და ტკივილი, დამახასიათებელი და ნორმალურია, რაც რამდენიმე დღე შეიძლება გაგრძელდეს. უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, რომ თუ მაგალითად სუნთქვის პრობლემები შეიქმნა, ან შეშუპების შეგრძნება გაქვთ, ან თავბრუსხვევა, გულსისხლთა სისტემის პრობლემა, ამ შემთხვევაში თუ ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნებია, უნდა გამოვიყენოთ ეპიფენი, ან რაც შეიძლება დროულად მოვახდინოთ კონტაქტი ექიმთან. რაც შეეხება დანარჩენ მედიკამენტებს, რაც ხალხშია გავრცელებული და რასაც ადამიანები შეცდომით იღებენ ხოლმე, მათი მიღება ამ ჯანმრთელობისთვის სახიფათო ანაფილაქსიური რეაქციის თავიდან ასარიდებლად არ არის რეკომენდებული. ამ ყველაფრის პირდაპირი მკურნალი არის მხოლოდ და მხოლოდ ეპიფენი. ერთადერთი ლოკალური რეაქციის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტოპიკური ანტიჰისტამინური მალამოები, ისიც ნორმის ფარგლებში, რაც საბოლოოდ შეგიმცირებთ ამ ქავილს, ტკივილს და შეშუპებას. იმედი მაქვს ამ უმწურავი ინფორმაცია იყო, თუ კიდევ რამე გაინტერესებთ ამ თემაზე, დააკომენტარეთ. ახლა კი დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი მეტი ასეთი ვიდეოსთვის.